ამაო დაგლოცეთ. მადლი ძალობა დაგლოცოთ მეთქმა. ამაო რა განსხვავებაა სულიერებასა და მიწიერებას შორის? სულიერება მოდის სულიწმიდისგან და სულიწმიდი კიდევ ვიბეჭდებით, თუმცა ვინახდებით მაშინ. მაგრამ კარგავთ ცოდვების დროს და მე ამ დაკარგულ მათს ისე აღვიდგენთ აღსარებას ზიარების საიდუმლოთიდან. მაგრამ შეიძლება ადამიანი ცდილობუცებზე დადიოდეს, ზიარებოდეს, აი მონასტერში ცხოვრობდეს, მოდვილი წევრი იყოს, მაგრამ სულიერი არ იყოს. ამ დროს სულიწმიდია დაბეჭდილი. აი რა თვისება აქვს სულიერ ადამიანს? ეს სახარება ეწერია, რომ სიყვარულის ნობა აქვს და არ შორს, არ ძოს და ყველა უყვარს, ყველას პატიოს. ესაა სულიერი ადამიანი და აი ჩემ თავზე დაგულებული ვარ, რომ თუ დილას ვილოცებ გულით, სულით, აი წინამძღვარი რო ვარ, ბევრთან მაქვს შეხება, მონასტრის მოდვილი წევრებია, მერესტუმრებია და მოძღვარება შეხება მაგ ადამიანებთან და თუ გულით, სულით არ ვილოცებ დილას, მაშინ იმ დღეს არ ყოფნის მათვინება, არ ყოფნის სულიერება. ესე იგი სულიერება დამოკიდებულია სულიწმინდაზე, ღვთის მადლზე. შეიძლება ცოდნა ჰქონდეს, სახარების იცოდეს ძველი არხმა, ახალი არხმა, მაგრამ ცნობილია, რომ რევოლუციები რომ მოხდა, ბურჟუაზიული მერე აქ, ესე იგი კომუნისტური, ზოგი მოზრუშვილი იყო, ზოგმა ზებირად იცოდა ეს წმინდა წერილი და ახაც არის ისეთი ხალხი, ვინც იცის წმინდა წერილი, მაგრამ ეცინება და რატო ხდება ეს? იმიტომ ხდება, რომ მასში ვერ შემოდის სულიწმინდა. ასევე ეს ხშირად ვამბობ, აი ღმერთი რო გააკრეს ჯვარს ესინი მოწუნეები იყვნენ და რატო ვერ შეისწეს ღმერთი? იმიტომ რომ თავარი მათთვის იყო მატერიალური კეთილდღეობა, რომელებისგან განთავისუფლება. რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის თავისუფლება კარგია, მატერიალური კეთილდღეობა კარგია, მაგრამ რაღაცა რომ თავარია ღმერთზე. მაშინ კარგავ მათსა. იმ საკუთარი მე ხშირად ვამბობ, რომ დიდი განსხვავება პოლიტიკასა და ქრისტიანობას შორის, იმიტომ რომ პოლიტიკაში არ არის მადლი და საერთოდ ვინც ისტორია ეცით, არასდროს ქვეყანა ქვეყნის მეგობარი არ ყოფილა, მეგობრები არიან მანამდე, სანამ ინტერესები არ გადაიკვეთება. გადაიკვეთება და ხდებიან მტრები. ასევე ადამიანების მეგობრები არიან და თუ გაიგო ვიღაცამ მეგობრებმა სუდი თქვა, უკვე ესე იგი ჩამოწერილია მისთვის. ესე იგი რა აკლია ასეთ ადამიანს? სულიწმინდა ღვთისმადლი აკლია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა არის სულიერი ადამიანი? სულიერი ადამიანი ხდება სულიწმინდი ღვთისმადლით და მაშინ შენში უნდა იყოს, თუ სულიერი ხარ, თავისუფალი უნდა იყოს შუღისგან, სუძულისგან, განკითხვისგან. აი მტერიც რო გიყვარდეს, ეს სასაცილო კი არ ხდება. მტერიც რატომ არ სახარებაში რო წერია, რომ გიყვარდეს მტერი შენი და რას ნიშნავს ეს სულიწმინდით გებულობ იმას, რომ ყველა ადამიანი ღვთისხატება. ხშირად ვამბობ, შუბლის მაგალითი მოყვავს, საკუთარი შვილი, რაც უნდა ცუდი ყოფაქცევის იყოს, სხვა პოლიტიკური მოსაზრების იყოს, განა დედა კარგავს სიყვარულს შვილისადმი. ეს არის ადამიანური სიყვარული და რატომ თქვენ დედის თუსვას იწვევს მეთი დედას სიყვარულია შვილისადმი, რატო სათაგავს, ასე უნდა სხვა გაგების იყოს, ასე უნდა არასწორი ყოფაქცევის იყოს და როცა მადლია, მაშინ ყველა ადამიანი გეცოდება მტერიც კი და მისთვის ლოცულობ. და როცა მიწიერი ხარ, არაფერი არ ყოფნის. თავარია მატერიალური. ხშირად ვამბობ, რომ ვინც ამუშავებს აჭამს საიდან მოდის, სახარებიდან მოდის, პავლემოცხვიდან მოდის. როცა მთავარია მატერიალური, მაშინ ვერ ძღება ადამიანი. მაშინ ეს ხდება მიზეზი შურისა, სიძულვისა
და ყველა ბოროტებისა ვერცხლის მოყარეობა. მადლობა დიდი. დაგროცოთ მეთქვა გაგახაროთ. დიდი მადლობა.